პირველი სამედიცინო რადიო, ყოველ ოთხშაბათს 18 საათზე წარმოგიდგენთ საავტორო გადაცემას ავერსის კლინიკა გისმენთ. გამოცდილი ექიმების გუნდი გიპასუხებენ თქვენს ყველა მნიშვნელოვან შეკითხვაზე. ავერსის კლინიკა გისმენთ. მასიდასამს მე ვარ ეთერი პაპიაშვილი, ეთერშია გადაცემა ავერსის კლინიკა. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე სილამაზეზე. რადგან დამეთანხმებით, რომ ლამაზი კბილები, ლამაზი ღიმილი საწინდარია. როგორც ალბათ უკვე მოხდა ჩვენი რადიომსმენელი, დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ სტომატოლოგიაზე. აღნიშნულ თემაზე კი სასაუბროდ მოვიწვიეთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავერსის კლინიკის სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი ბატონი გოგი ყიფიანი. დიდი მადლობა ბატონო გოგი გადაცემის შესრულებისათვის. მე აქვე გამოვაცხადებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 252-103. დარეკეთ დასვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვა, რომელზეც ბატონი გოგი გიპასუხებთ. და ბატონო გოგი, დავიწყოთ საუბარი იმ მნიშვნელოვანი სიახლით, რომელსაც ავერსის კლინიკა ასთავაზებს პაციენტებს. და ეს არის ცერეკის აპარატი. რა მანიპულაციები სრულდება ამ აპარატით? პირველ რიგში, ქალბატონო ეთერი, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენ სტუდიაში მოპატიჟებისთვის, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა ინფორმაცია სიახლეები ვაცნობო ჩვენს მსმენელებს, თქვენს მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, თქვენ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ჩვენმა მსმენელმა მიიღოს საჭირო და მნიშვნელოვანი რჩევები ისეთი პროფესიონალისგან, როგორც თქვენ გწმენდებით. მადლობთ. ახლა რაც შეეხება ცერეკ ტექნოლოგიები შემუშავებული იქნა და დამუშავებული იქნა ცნობილი სამედიცინო ტექნოლოგიების დამამზადებელი ფირმა სირონას მიერ. სირონა წარმოადგენს გერმანული ცნობილი ფირმის Siemens-ის ბრენდს სტომატოლოგიაში და ის ამზადებს არაერთ რამოდენიმე სხვადასხვა სახის სამედიცინო სტომატოლოგიურ აპარატურას და მათ შორის არსებობს ცერეკის ხაზი, რაც გულისხმობს პრეციზიული სპეციალური აპარატურების კომპლექსს და წარმოდგენილია შემდეგი სისტემებით. ეს არის პირის ღრუს სკანერი, აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა სურათი მიღებული პირის ღრუში გადავიტანოთ ციფრულ რეჟიმში კომპიუტერზე, ან ფოტოგრაფირება, ან ფირით, ესე იგი ვიდეო ფირის ფიქსირება და გადატანა ხდება დიგიტალურ რეჟიმში. ამის შემდეგ ის კომპიუტერში მოხვედრის შემდეგ მუშავდება სპეციალური პროგრამებით, რომლის შემუშავებაშიც ფირმა სირონამ გამოიყენა 20,000-ზე მეტი გერმანელი დანტისტის სამედიცინო გამოცდილება და ამის შემდეგ პროგრამით შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ შემდგომი რესტავრაციის, ეს იქნება კბილის ხელოვნური გვირგვინი, ნახევარგვირგვინი, ჩანართი, აი ამისი ციფრული გამოსახულება, რომელიც თავის მხრივ გადაცემს შემდგომ აპარატს. ეს არის პრეციზიული ჩარხი. ეს არის უნიკალური ჩარხი იმ კუთხით, რომ მას აქვს რაოდენიმე ბურღი, კერძოდ 4 ბურღი აქვს ჩვენ ჩარხს, რომელიც იწყებს მუშაობას უაღრესად მაღალი სიზუსტით, აქ საუბარია 25 მიკრომეტრის სიზუსტით მუშაობს ეს ჩარხი. და რამოდენიმე წუთის მანძილზე საშუალოდ ეს შეიძლება იყოს 6-დან 12 წუთამდე დრო, მაგალითად ერთი კბილის გასაკეთებლად, კერამიკული კბილის გასაკეთებლად ჩვენს ხელთ იქნება პირველი ნიმუში იმ კბილის, რომელიც შეგვიძლია მოვარგოთ პაციენტს, ნახოთ, შემდგომ დავამუშავოთ, შევღებოთ და დავფიქსიროთ პირის ღრუში. ეს ტექნოლოგიები მინდა გითხრათ ქალბატონო ეთერი, რომ წარმოადგენს სიახლეს და ასეთ მნიშვნელოვან სერიოზულ უზრუნველყოფას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ პრაქტიკულად მთელი ევროპისთვის.
იმიტომ რომ ეს აღიარებულია როგორც დასავლეთ ევროპული ტექნოლოგია. აღმოსავლეთ ევროპაშიც კი არ არის ის თანერგილი, ესე საკმაოდ ფართოდ, თუმცა ძალიან ინტენსიურად მიდის მოთხოვნა ამ აპარატურის შეძენაზე სტომატოლოგების მხრიდან, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მუშაობის ხარისხს სტომატოლოგებისათვის და მეორეს მხრივ პაციენტებს აძლევენ საშუალებას მიიღონ უაღრესად მაღალი ხარისხის პროდუქტი, მიიღონ სწრაფად და ხარისხიანად. ასე რომ ეს არის მზარდი ბაზარი და ბუნებრივია რომ ავერსის კლინიკას გავშთა სურვილი აეთვისებინა ეს ტექნოლოგიები, ჩვენ ამიტომ შევიძინეთ აპარატურული კომპლექსი ფირმა სირონასგან და უკვე წარმატებით მუშაობთ ამ აპარატის საშუალებით და ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ ჩვენს პაციენტებს მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტაში. დიახ, მაგალითად როგორც არის? ხო, როგორც არის მაგალითად კერამიკული მაგალითად ქვირგვინი. ახლა იცით ჩვენი მომხმარებელი ზოგადად იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რაც ქართულ სტომატოლოგიას როგორც გარკვეულწილად საბჭოური სტომატოლოგიური სკოლის განგრძელების წლების მანძილზე რაღაცა ის რა თქმა უნდა გავლენა ამ საბჭოური სტომატოლოგიის დარჩა. ამიტომ თქვათ კერამიკული გვირგვინი, კერამიკული ვინილი და კერამიკული ჩანართი ქართველმა მომხმარებელმა პრაქტიკულად არ იცის ისე ფართედ, როგორც იცის მაგალითად ჟენი, პლომბი, ეგრეთ წოდებული რუსულად რო თქვათ პლომბი, რომელიც არის კომპოზიტისაგან. ეს ისაა, რომელიც ყველა ადამიანს, რომელსაც კბილი გაფუჭებია, მოსახლეობის 90% შეიძლება იყოს 95% აი ასეთი იმით არის, რომ ერთხელ მაინც მიმართავს სტომატოლოგს ამ ვიზით და შედარება კომპოზიტთან კერამიკული ჩანართის ვინილის ან გვირგვინის შეუდარებლად ესეთი ის არის, არ შეიძლება შედარება იმდენად რამდენადაც ის თვისებები, რაც გააჩნია მასალა კომპოზიტს, კომპოზიტი გახლავთ კომპოზიციური მასალა, რომელიც წარმოადგენილია ქიმიურად ისეთი ნივთიერებებისგან, რომელთაც გააჩნიათ პოლიმერიზაციული კუმშვადობა, ფერის შეცვლა და თქვენ წარმოედგინეთ ჯანმრთელობის კუთხითაც ისინი ვერ არიან მაღალ ხარისხზე, მაშინ როდესაც კერამიკა ფაიფური ითვლება ყველაზე ერთ-ერთ ბიოთავსებად მასალად განსაკუთრებით პირის ღრუსთვის. რატომ პირის ღრუსთვის? იმიტომ რომ პირის ღრუში ყველაზე დიდ ასე თქვათ საფრთხეს ქმნის კბილის ბალთა, ესაა ნადები კბილის ზედაპირზე და თქვენ წარმოედგინეთ, რომ ნადების წარმოქმნა ჩვეულებრივ კბილებზე გაცილებით მაღალ ინტენსიურად ხდება და უფრო ჩქარად და სწრაფად ვიდრე კერამიკულ კბილებზე, ამიტომ კერამიკული კბილები ამ პარამეტრებით ჯანსაღ კბილებსაც კი ჯობნის და ჯაბნის ამ კუთხით. ახლა რაც შეეხება ანუ ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად საუბარი CEREC ტექნოლოგიებზე. CEREC-ი ასე გარიმარტება, CEREC-ისა კერამიკული რესტავრაცია. CEREC. კერამიკული რესტავრაცია ევროპაში ეს არის საკმაოდ რესტავრაციის, მათ შორის კერამიკული რესტავრაციის ეკონომიური გზა. რატომ ეკონომიური? იმიტომ რომ დროში ის გაცილებით სწრაფად შეიძლება მომზადდეს და ჩაბარდეს პაციენტს, ვიდრე ჩვეულებრივად მანამდე არსებული მეთოდით ეს ხდებოდა. თუ მანამდე საჭირო იყო ამისთვის სადღაც 2 კვირა, დღეს იმ დღესვე თუ იმ დღესვე არა მეორე დღეს ასეთი რესტავრაციის ჩაბარება შესაძლებელია. ეხლა მინდოდა მეკითხეს რამდენ ხანში ან რა დროს მოითხოვს ბავშვი CEREC-ის აპარატი ამდენად გაუმჯობესებული არის და ვიცით რომ რაღაც კბილის გაკეთებას ჭირდება გარკვეული დრო, შეიძლება კვირაც თვეც დაჭირდეს ეს როგორც თქვენ თქვით ბატონო გოგი რაღაც დროებითი პლომბი არსებობს მუდმივი პლომბი და ასე შემდეგ და CEREC-ის აპარატით მუშაობის პერიოდში
როგორ არის ანუ ეს დრო დაზოგილია დაუშვათ გჭირდება თუ არა ეს რაღაც დროებითი სამდღიანი თუ ერთკვირიანი პლანები თუ პირდაპირ რაღაცა გამზადებული რაღაც ინოვაცია გაქვთ რომელსაც გააკეთებთ და აღარ არის საჭირო შემდეგი და მიმართვა. დიახ, ახლა ეს თვითონ CEREC-ის და ამ ტექნოლოგიების მოხმარება წარმოდგენილია რამოდენიმე ნაბიჯით. ანუ საფეხურით. პირველ ეტაპზე აუცილებელი არის პაციენტის გამოკვლევა, კონსულტაცია, დადგენა, რამდენად რომელი მასალა უნდა ავარჩიოთ, როგორ აჭირდება, როგორ ჭირდება შეთანხმება პაციენტთან. რის შემდეგ შესაძლებელია ჩვენ დავიწყოთ მუშაობა პირის ღრუში, დავამუშავოთ კბილი, მივცეთ ის ფორმა, რომ შემდგომი რესტავრაციისთვის იყოს გამოსადეგი. აქ უკვე მეორე საფეხურზე ჩვენ ვიყენებთ ჩვენ სკანერს, გადავუღებთ სურათს. სურათის გადაღებისთვის ჩვენ გვჭირდება 2-დან 5 წუთამდე. ანუ 2 წუთში ეს პრაქტიკულად თავისუფლად შესაძლებელია. რის შემდეგაც შეიძლება ეს ინფორმაცია გადატანილიყოს კომპიუტერზე. ბატონო, გაგაწყვეტინებთ დიდი ბოდიში და ეს სურათი 3D ფორმატია, ჩვენ მომსმენელმა რომ უფრო უკეთ ციფრული ის, რომელიც მაღალი სიზუსტით, უაღრესად მაღალი სიზუსტით გადაგვაქვს ჩვენ მონაცემები კომპიუტერში. ადრე როგორ ხდებოდა, ან დღეს კიდე როგორ ხდება, რა ჩაანაცვლა ამ საფეხურმა. ამ საფეხურმა ამოვაგდო მაგალითად ისეთი ცნობილი ელემენტი, როგორც არის ანაბეჭდი და ანაბეჭდის აღება. ანაბეჭდის აღების დროს თვითონ საანაბეჭდო მასალას გააჩნია თავისი პარამეტრები კუმშვადობის, რომლის გამოც ის მოცულობაში იცვლება და მონაცემები, რომელიც ანაბეჭდიდან შემდგომ გადადის თაბაშირის მოდელზე, ანაბეჭდი გვჭირდება თაბაშირის მოდელისთვის, თაბაშირსაც თავისი ასეთი კუმშვადობის მონაცემები აქვს, შესაძლებელი არის ძალიან სერიოზულად დავშორდეთ რეალურ მდგომარეობას, რომელიც პირის ღრუში გვაქვს. აი, აღნიშნული ოპტიკური ანაბეჭდი ამ აპარატის საშუალებით თლიანად გამორიცხავს ამ ელემენტს და ჩვენ ვიღებთ უზუსტეს ანაბეჭდს, ოპტიკურ ანაბეჭდს, რომელიც გადადის პროგრამაზე და პროგრამა არის, რა ვიცი, ესე იგი, ძალიან სკრუპულოზურად და მნიშვნელოვანი ელემენტებით წარმოდგენილი პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა შეასრულოს საუკეთესო რესტავრაცია ჯერ ვირტუალურად 3D-ში, რა თქმა უნდა, და ამის შემდეგ რაც ყველა ელემენტს გადახედავს შეამოწმოთ, მე შეგვიძლია კომპიუტერში ბრძანების სახით ეს გადაცე უკვე ჩარხს, გამოსაჩარხად, რომელიც გამოგვიჩარხავს სხვადასხვა მასალისგან, ეს მნიშვნელოვანია, დღეს ეს მასალები ერთი სახის არ არის, რამოდენიმე სახითაა წარმოდგენილი. მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის, აი ჩვენს კლინიკაში ევროპაში ყველაზე უკეთესი კერამიკული ბლოკები და ისინი იძლევა საშუალებას ყველა სახის, მათ შორის ძალიან პრეტენზიულ პაციენტსაც აუსრულოთ აი სურვილი, რასაც ქვია განცლე და ლამაზი კბილის გაკეთება სწრაფად, ხარისხიანად და ისე რომ დაჩეს რა თქმა უნდა. დიახ, ეს რამდენ ხანში ხდება ეს ყველაფერი? რამდენ ხანში არის შესაძლებელი? როგორც მე გითხარით, ეს პრაქტიკულად შესაძლებელია დასრულდეს ერთ დღეს, თუმცა აი ცალკეული მოსაზრებების გამო ჩვენ ზოგჯერ მეორე დღეს გაჩნია შემთხვევაში. აი პაციენტებსაც შეიძლება ამისთვის ის 1 ან 2 საათი არ კონდეს გამოყოფილი, თქვათ და ყოველ შემთხვევაში მეორე დღე ეს არ არის ის დღე, რომელიც ძალიან სერიოზული და 2 დღის შედარება 2 კვირასთან პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს იძლევა ძალიან ესეთ კარგ ეფექტს. რაც მთავარია, აქ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს კერამიკული გვირგვინები ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ სტანდარტულ ლითონ კერამიკის, აი მეტალ კერამიკას რო ეძახიან გვირგვინებს და მინდა გითხრათ, რომ ლითონის მიმართ გერმანიაში მაგალითად ჯერ კიდევ 30 წლის წინ გაჩნდა მოსაზრებები ძალიან ესეთი სერიოზული პრეტენზიები ლითონების მიმართ. მას შემდეგ რაც გამოვლინდა პაციენტები ალერგიის, სენსიბილიზაციის, ინტოქსიკაციის ნიშნებით ლითონის მიმართ.
დღეს ცნობილია, რომ ლითონთან უმრავლესობა შენადნობებზეა საუბარი, მართლაც აგრესიული ხასიათის არის და ადამიანის ორგანიზმს შეიძლება მიაყენოს ზიანი. ეს ზიანი საგულისხმოა, რომ არ გამოიხატება უშუალოდ რაღაც ისეთი გამოხატული კლინიკური ნიშნით, რასაც ქვია მაგალითად შესიება, ტკივილი, კუჭის აშლა, რაღაც შეწითლება, რაღაცა. ეს შეიძლება აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ერთადერთ ჩიული კონდეს მაგალითად გადაღლა. მაგალითად ეს არის ქსენობიოტიკები, ეს არის ქრონიკული ინტოქსიკაციის ის ნიშნები, რომელიც კლინიკურად სამწუხაროდავლინდება და სხვათა შორის ლაბორატორიული ტესტირებითაც საკმაოდ რთულად დასადგენია. ჩვენ გქონდა შემთხვევები, როდესაც ასეთი პაციენტები ჩვენ გამოვავლინეთ ლითონის მიმართ ინტოქსიკაციის შემთხვევები და მას შემდეგ რაც ლითონის კონსტრუქციები მოეხსნა ამ პაციენტებს, ის მოვლენებიც გაუქრა. ახლა ამით რაღაც ამერიკის აღმოჩენა არ ხდება, თუმცა გერმანიაში ამ საკითხს მიაღწიეს 30 წლის წინ ყურადღება. ამიტომ ლითონ კერამიკასთან შედარებით კერამიკული გვირგვინი დამზადებული CREC ტექნოლოგიით სარგებლობს მთელი იგი უპირატესობით და პირველ რიგში ესაა ბიოთავსებადობა. გარდა იმისა, რომ ეს არის გამძლე, გარდა იმისა, რომ ეს არის ლამაზი, ამავდროულად ესაა ბიოთავსებადი და ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო. ამიტომ გერმანიაში აი ლითონ კერამიკა როგორც ტრადიციული ელემენტი ყოველდღიურ მუშაობაში გერმანელი დანტისტებისათვის ის სერიოზულად შეიცვალა, უკვე ეს პროცესი დაიწყო და დანტისტების 70% უპირატესობას ანიჭებს, ეს უკვე ტენდენცია მიიღო კერამიკულ გვირგვინებს და ლითონ კერამიკას ნენელა თქვათ. თუმცა ლითონ არის პუბლიკაციები გამოვიყენოთ თუ არა, შევთავაზოთ თუ არა პაციენტებს ლითონ კერამიკა, რა თქმა უნდა შევთავაზოთ, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ის მთლიანად სასურველი არ არის. დიდი მადლობა ბატონო გოგი, ჩვენს ეთერში ხლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ ეთერშია. ნელ შევახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 242 103 შეგიძლიათ დარეკოთ, დავუსვათ კითხვა ბატონ გოგის და ბატონ გოგი ჩვენ საუბრობდით CREC-ის აპარატზე და მის მანიპულაციებზე. წეგან ჩვენ ვახსენეთ გვირგვინები და ნადებები, ასე ვთქვათ, კბილებზე ნადებები. თუ შეიძლება ვისაუბროთ ესთეტიკის კუთხით, როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემა არა მარტო ჯანმრთელობის კუთხით არის მნიშვნელოვანი, არამედ დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია კბილების სილამაზე და სიჯანსაღე. ამ კუთხით რას თავაზობს ავერსის კლინიკა პაციენტებს? იცით, ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს მთელი სპექტრით გამოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები ჩვენი პაციენტებისთვის და როდესაც საუბრობთ კბილების ესთეტიკაზე, კბილების ესთეტიკაში წარმოდგენილია როგორც კბილის ფორმები, კბილის ფერი, ასევე ესთეტიკისთვის მნიშვნელოვანია ტუჩების მდგომარეობა, მისი ფერი, რძილების მდგომარეობა, მისი ფერი, სახის კანის ფერი და ასე შემდეგ. თუმცა კბილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორ საკითხს, ეს არის ფერი და მეორე ეს არის მისი ფორმა. ახლა რო დავიწყოთ ფერით, კბილები მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ ის მოყვითალო მონაცვლისფრო ფერის გახლავთ, ცნობილია კბილის ფერების შკალა და სტომატოლოგებმა ჩვენ კარგად ვიცით დაახლოებით რანაირი ფერის კბილები გვხვდება ბუნებაში, ნორმაში პაციენტებთან. არის ცალკეული მდგომარეობები, გარემო ფაქტორები. ეს არის მაგალითად სიგარეტის მოწევა, ეს არის ჩაის და ავის ხშირი მოხმარება, გარეგანი ფაქტორები, რომელიც კბილებს ფერს უცვლის. ამის გარდა კბილს ფერს გარდა ნაცვლის ძირითადად კბილის ნადები. ამიტომ, როდესაც კბილის ფერის შეცვლაზეა საუბარი, პირველი ღონისძიება, რაც შეიძლება პაციენტს შევთავაზოთ, ესაა კბილის ნადების მოცილება.
კბილის ნადების მოცილებისთვის ჩვენ გვაქვს თანამედროვე ულტრაბგერითის კალერები, უცხოური ფირმის, ევროპული ფირმის, იტალიური საუკეთესო თავებით და ისინი ულტრაბგერის საშუალებით კბილის ნადებს, ქვებს და საცილებს საუკეთესოდ. ამის გარდა ჩვენ გვაქვს შემდგომი airflow აპარატები, რომელიც ასევე მაღალი წნევის ქვეშ ჭავლის საშუალებით სპეციალური სოდის ფხვნილის საშუალებით ხდება კბილების ზედაპირის აბრაზიული წმენდა. ამ ორი საშუალებით შესაძლებელი არის კბილის ზედაპირიდან მოვაცილოთ ნადები. თუმცა მარტო ნადების მოცილება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და პაციენტი ამით არ დაკმაყოფილდეს. მით უმეტეს ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შესაძლებლობები ისინი მდგომარეობები, როდესაც პაციენტს არ მოწონს მისი კბილის ფორმა და არ მოწონს მისი კბილის ფერი. პირველ რიგში ჩვენ თავაზობთ ზუსტად ნადების გაწმენდას, თუ ეს ისევ არ მოეწონა, აი აქ CEREX ბადალი არ აქვს. და რას გვთავაზობთ? აი ცნობილი თუ თქვენ ყველა ვიცით ჩვენ ესეთი ხატოვანი სიტყვა ჰოლივუდის ფილმი და აი მისი მიღწევა CEREX ტექნოლოგიების საშუალებით მათ შორის ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია კბილების გათეთრების ყველაზე კარგი გზა ესაა ხელოვნური გვირგვინების დამზადება კბილებზე, იმიტომ რომ არსებობს კბილის გათეთრების ესეთი შესაძლებლობა, როდესაც კბილები თეთრდება სხვადასხვა მათეთრებელი საშუალებების გამოყენებით. ჩვენ ესენიც გვაქვს, მაგრამ მათეთრებელი საშუალებები დროთა განმავლობაში ისე უბრუნდება და კბილის ფორმის შეცვლა ამ დროს არ ხდება. რაც შეეხება CEREX ტექნოლოგიას, აქ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ და კორექცია მოვხდით როგორც ფორმის, ასევე ფერის და მას მართლაც არ აქვს ბადალი ესთეტიკის კუთხით, იმიტომ რომ თქვენ წარმოედგინეთ, რომ ეს ადამიანის სახეს, არა მარტო კბილებს, ადამიანის სახეს, ადამიანის გარეგნობას ძალიან სერიოზულად ცვლის და ამას ადამიანები თვითონ აფასებენ, გრძნობენ და ბუნებრივი ეფექტი, რომელიც ამას მოყვება, არის თანშტამბეშტავი, ამიტომ ეს აღვძრავთ მათ სურვილებს, რომ შეცვალონ მისი ღიმილი, შეცვალონ მისი პრაქტიკულად ცხოვრება და ამის შესაძლებლობას ეს ტექნოლოგიები და ჩვენი კლინიკა იძლევა. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია იმ კუთხით, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდა. და რაც მთავარია, ეს გაჩნდა კბილების არა მარტო ხიდისებრი კონსტრუქციების შესრულებაში, არამედ აქ შეიძლება თვითონ კბილზე გაკეთდეს ცალკეული ვინირი, ეს არის ძალიან თხელი ფირფიტა კბილებზე, შეიძლება ეს იყოს გვირგვინები, რითაც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ როგორც ფერი, ისე ფორმა და რაც მთავარია ჩვენი პაციენტის ღიმილი. ლამაზი ღიმილი წარმატების საწინდარია. გავხადოთ ის მისი პიროვნების, აი ასეთ საზოგადოებაში დამკვიდრების მნიშვნელოვან კრიტერიუმად და ეს ადამიანს ძალიან ახარებს. საქმე იმაშია, რომ ბევრს გონია, რომ ეს შესაძლებელი არ არის, მე მინდა ჩვენს მსმენელს უთხრა, რომ თავმოთ უთხრა, რომ ეს შესაძლებელია და ამ გზაზე მთავარი არის. და ეს შესაძლებელია, რაც მთავარია ამვერსის კლინიკაში. მე აქვე გამოვაცხადებ თქვენი ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერს, ეს არის 2500 ჩვენს რადიო მსმენელს შეუძლიათ დაარეკოს და წინასწარ ჩაეწეროს მიღებაზე, რადგან როგორც ვიცით, ძალიან გადატვირთული გრაფიკია თქვენთან ბატონო გოგი და მოვუწოდებ ყველას, რომ გქონდეთ ლამაზი ღიმილი, იყვნენ წარმატებულები, უფრო თავდაჯერებულები, რაც მთავარია და ბატონო გოგი, აქვე ვისაუბროთ იმაზე, გაწმენდა, ესთეტიკა, ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ეს გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის კბილების გაუწმენდვა, კბილებზე ნადები ქვები და ასე შემდეგ, ანუ რა პრობლემებს ქმნის, ესეც რომ უთხრათ ჩვენ მსმენელს, რატომ გარდა ლამაზი ღიმილისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ჯანმრთელობის შეიტანეთ ახლა ჩვენ საუბარში მიმართულება უფრო სწორად, იმიტომ რომ ეს ნადები, რომელიც კბილის ზედაპირზე რჩება, ის ნადები წარმოადგენს საფრთხეს და ეს დამტკიცებულია არა მარტო კბილებისთვის და ხცილებისთვის, არამედ ის წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის მთლიანად.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იყო წლები კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანს კბილები არ უფრთხდებოდა. და ეს გრძელდებოდა სადღაც მე-16-მე-17 საუკუნემდე. ეს თავის ქალებზე აღმოჩენილი თავის ქალების შემოწმებით და მას დარჩენილი კბილების მდგომარეობის შეფასებით დადგინდა, რომ მე-17 საუკუნემდე უკავშირდება კბილების დაზიანება ნახშირწყლების მოხმარებას და ევროპაში ამერიკიდან შაქრის შემოტანას. კბილის საკვების გაჩენის შემდეგ ეს პროცესი დაიწყო და დღესაც გრძელდება. და ამას აფასებენ როგორც კატასტროფას თქვენ წარმოედგინათ კბილებზე, იმიტომ რომ ნადები ესაა წარმოდგენილი მიკროორგანიზმებით და 1 მილილიტრ ნეტრში ჩვენ გვაქვს 1 მილიონამდე მიკრობული კოლონია და როდესაც ჩვენ ცუდად ვიკვებებით, ჩვენი გარემო დაბინძურებულია, ჩვენ საკვები უხარისხოა, ამ 1 მილიონ მიკრობულ კოლონიებში არის ისეთი მიკრობული კოლონიებიც, რომელიც ზიანის მომტანია არა მარტო ჩვენი კბილებისთვის, არამედ ორგანიზმისთვის მთლიანად. ამიტომ დღეს მთელი მიმართულება სტომატოლოგიის, როგორც თეორიული, ასე პრაქტიკული, არის იმითკენ, რომ ყველა ღონისძიებით და რაც ძალიან მარტივი ღონისძიებით, ჩაგრისით და პასტით შესაძლებელია ამ სცენის დამარცხება ძალიან მარტივად, ამიტომ მომხმარებელს ნუ გაეცინება და ეს სიტყვა მიიღოს როგორც მნიშვნელოვანი სერიოზული რეკომენდაცია. ზოგჯერ როდესაც პაციენტებს ვესაუბრებით მარტივ თემებზე, ისინი ამ სიმარტივეს ყურადღებას არ აქცევენ და მას ღირებულებას უკარგავენ და მინდა გითხრათ, რომ კბილების გაწმენდა ჩაგრისით და პასტით ესაა ძალიან სერიოზული. თუ შეიძლება ქალბატონეთო ძალიან საინტერესო მონაცემი წავიკითხე მე ერთი კვირის წინ და ალბათ ჩვენს მსმენელებსაც დაინტერესებთ ეს მოსმენა. ნიდერლანდებში შესრულდა კვლევა, ეს აი უახლოესი მონაცემებია, სადაც ძალიან საინტერესო მონაცემები დაიდო. საქმე ეხება რახან ჩვენ საუბრობთ ნადებზე და ჩვენ ვთქვით რომ ნადები სხვა არაფერია თუ არა მიკრობული კოლონიები. მოგეხსენებათ რომ არის თუ არა შესაძლებელი მიკრობული კოლონიების გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე. და საინტერესოა შესაძლებელია. ეს ის დამტკიცებული გახლავთ. აღმოჩნდა რომ ამ ნიდერლანდების კვლევით რომ მაგალითად ცოლ-ქმარი ურთიერთობისას, როდესაც ისინი ერთად თანაცხოვრებით ცხოვრობენ, 5 კოცნა საკმარისი დღეში იმისათვის, რომ პრაქტიკულად პირის ღრუში მიკრობული კოლონიები იყოს ერთნაირი. და მართლაც ცოლიდან ქმარზე მიკრობული შტამები გადადის. ეს 2000 წლის კვლევებშიც გენეტიკური, მოლეკულური ბიოლოგიის მონაცემებით, ლაბორატორიული მონაცემებით ამ მტკიცებულება მიღებული იქნა. ხლა განახეს საინტერესო ნიდერლანდებმა. ჰოლანდიაში განახეს. იქ ნახეს ძალიან საინტერესო ფაქტი. არსებობს მიკრობული კოლონიების კორექციის პრობიოტიკებით მკურნალობის გზები, სპეციალურად ესეთი საიმედო და ადამიანის ორგანიზმისთვის სასურველი მიკრობების გადატანა და ის ხდება ორგანიზმში შეყვანა. ის მათ უნდა დაიმკვიდრონ ეკოლოგიური ნიშა, ადგილი და ამის შემდეგ ისინი აძევებენ პათოლოგიურ შესაბამის მიკროფლორას. და პრობიოტიკების, როდესაც გამოიყენეს ეს ერთ ადამიანზე ცოლზე, პრობიოტიკების ეფექტი დამტკიცდა მალზეც. ახლა საინტერესო ის არის მარტივი რაღაცაა, რომ ერთი ადამიანის მკურნალობით საზოგადოება უმკურნალა 60 საზოგადოება 2 ადამიანს. ეს სერიოზული ეფექტი. ცოტა ესეთი ის არის ინფორმაცია, თუმცა საინტერესო და მნიშვნელოვანი. დიახ, ბატონო გოგიდა, იმპლანტაციაზე რომ ვისაუბროთ, თქვენთან მნიშვნელოვან თემასაც რომ შევეხოთ, თუ შეიძლება დავიწყოთ თქვენთან როგორ რას გვთავაზობთ ამ მიმართულებით? აი ამ მიმართულებითაც ავერსის კლინიკას და მის სტომატოლოგიურ სამსახურს გარკვეული უპირატესობები ჩვენ გაგვაჩნია. კონკრეტულად უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ სადიაგნოსტიკო კუთხით გვაქვს საუკეთესო
ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკის კაბინეტი, რომელიც წარმოდგენილია უახლესი აპარატურით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით და ჩვენთან შესაძლებელია შესრულდეს როგორც პანორამული რენტგენოგრაფია, ასევე მომხმარებელმა ბევრმა იცის, ესაა კომპიუტერული ტომოგრაფები სტომატოლოგიაში. ესეც არის ფირმა Sironas, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვენ ზუსტად შევაფასოთ კბილების, ყბების, განსაკუთრებით ცვლების მდგომარეობა 3D სისტემაში და დავგეგმოთ ძალიან ობიექტურად და ძალიან ზუსტად ჩაწატარებელი სამკურნალო ღონისძიებები, კონკრეტულად იმპლანტის ჩასმა. რაც შეეხება ამის გარდა ჩვენ გვაქვს აპარატი, რომელიც ნამდვილად არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშია, ასე ვთქვათ, ერთადერთი ესა აპარატი სპეციალური ვიზიოდისპენსერი, სადაც ხდება ოსტეოტომით, ულტრაბგერითი ოსტეოტომით, ესა ფირმა Satellitis აპარატი, რომელიც იძლევა თითქმის 100%-იან გარანტიას ძვლოვანი ქსოვილის დამუშავებაში მთელი რიგი ხარვეზების თავიდან აცილებისგან. ამიტომ ეს ხარვეზები შეიძლება ვიცით რა ახალი უმნიშვნელო გადახურება, ბრუნვის სიჩქარე, ტორსი არის ფიზიკური პარამეტრები, რომელიც არის აუცილებელი დასაცავი და აპარატი სპეციალური კომპიუტერული პროგრამით უზრუნველყოფს ყველა ამ პარამეტრების შენარჩუნებას, კონტროლს, ეს გამოდის მონიტორზე, ექიმი ამას უყურებს, პაციენტი და ამას ვერ იცნობს, და მისთვის სულ ერთია, რანაირი ბურღით შესრულდება ესა, თუმცა აპარატი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ გვაძლევს გარანტიას, რომ ეს შესრულდება უმაღლეს დონეზე. ასევე გვყავს მაღალი ხარისხის მომზადების სტომატოლოგები, იმპლანტოლოგია ჩვენთან მუშაობს ლევან ხარატიშვილი, რომელიც უმაღლეს დონეზე ასრულებს ამ იმებს და ჩვენ გვაქვს სერიოზული წარმატებები სამხრივ ჩვენი პაციენტები აბსოლუტურად უმრავლესობა კმაყოფილია ჩვენთან ჩატარებული იმით. და კიდევ ერთი დეტალი მინდა გითხრათ, რაც ავერსის კლინიკის სტომატოლოგიურ სამსახურს ახასიათებს. ეს არის ჩვენთან ნამდვილად არის მისაღები ფასი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, იმიტომ რომ ჩვენი კლინიკა ზოგადად ცდილობს რომ მიუხედავად იმისა, რომ ავერსის კლინიკას ზოგადად ძალიან ბევრი მომსახურებაში, არა მარტო სტომატოლოგიურ აქვს საკმარისად უნიკალური შეიძლება ითქვას სერვისები. მიუხედავად ამისა, ის არ გამორჩევა უნიკალური ფასებით, მაღალი ფასებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ ფასები იყოს მისაღები. სტომატოლოგიაში ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ეგ თავისთავად ეს ფასები შეიძლება არ იყოს ისეთი თქვათ ჩვეულებრივად ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი ფასი თავისთავად ის არ იქნება, მაგრამ აი როდესაც შედარება რომ მოახდინოს მომხმარებელმა ეს ფასები ძალიან მისაღები გახლავთ და აი იმ დახმარება, მისი ადეკვატურობა, მისის და კონკურენციის და რაც თავარია ხარისხი, ხო, ხარისხი დემპინგის გახლავთ, იმიტომ რომ ეს ფასები ნამდვილად ისეთია. ამის გარდა ჩვენს კლინიკაში არსებობს სტომატოლოგიური მომსახურებების ესთეტიკური სტომატოლოგიაში არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბანკის მეშვეობით მომხმარებელმა გააფორმოს განვადება, ისარგებლოს განვადებით და მიიღოს საკმარისად მაღალი ხარისხის დახმარება. ამისთვის ჩვენ ყველა პირობა გვაქვს შექმნილი და ვცდილობთ, რომ აი ამ კუთხითაც ჩვენი მომხმარებლის მხარეს დავდგეთ და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას და კლინიკა მართლაც მნიშვნელოვნად სერიოზულად ზრუნავს მათ შორის სტომატოლოგიურ სამსახური, რომ ყოველი პაციენტი, რომელიც ჩვენთან იმყოფება, დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით დარჩეს ჩვენი კმაყოფილი და ჩვენ ამას აცხვალ არცზექ არ დავიშურებთ არაფერს იმისათვის, რომ მომხმარებლები გავახაროთ და დავტოთ კმაყოფილება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო, გოგი ჩვენს ეთერში ახლა ისევ რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. პირველი
სამედიცინო რადიო. ყოველ ოთხშაბათს 18 საათზე წარმოგიდგენთ საავტორო გადაცემას ავერსის კლინიკა გისმენთ. გამოცდილი ექიმების გუნდი გიპასუხებენ თქვენს ყველა მნიშვნელოვან შეკითხვაზე. ავერსის კლინიკა გისმენთ. გადაცემა ავერსის კლინიკა ეთერშია. მსმენელს შევახსენებ, რომ დღეს ვსაუბრობთ სტომატოლოგიაზე. ჩვენი გადაცემის სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ავერსის კლინიკის სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი ბატონი გოგი ყიფიანი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო გოგი გადაცემაში სტუმრობისთვის. მე გამოვაცხადებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 242 103. მსმენელს შეუძლია დარეკოს და დაუსვას კითხვა ღია ეთერში ბატონ გოგის. და ბატონ გოგი ჩვენ წეღავ საუბრობდით ესთეტიკაზე, კბილების სილამაზეზე და დავუბრუნდეთ ისევ ამ საკითხს და ასევე იქნებ აქედან მე შემდეგ გადავიდეთ უკვე ბავშვების სტომატოლოგიაზე. ავერსის კლინიკა თუ სთავაზობს ბავშვების სტომატოლოგიას მომხმარებელს. დიახ, ჩვენ ავერსის კლინიკაში სტომატოლოგიის სამსახურში მუშაობს ექიმები, რომელთაც გააჩნიათ ბავშვთა სტომატოლოგიაში მუშაობის ლიცენზია, გამოცდილება და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს პატარებს გაუწიოთ კვალიფიციური მაღალხარისხიანი დახმარება, სამედიცინო დახმარება და ამ მხრივ ჩვენ მომსახურების მთელი სპექტრი გვაქვს დაწყებული თქვა საძევ კბილის ჩვეულებრივი კარიესის მკურნალობიდან, პულპიტის მკურნალობა, კბილის ექსტრაქცია, საძევ კბილის ექსტრაქცია და ასევე მუდმივი კბილების მკურნალობა. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართ დამოკიდებულება ჩვენი მოსახლეობის მიმართ არაერთგვაროვანია. თუმცა ეს არ არის რაღაც განსხვავებული მდგომარეობა საქართველოში, ევროპის და ზოგადად თანამედროვე საზოგადოებისაგან, იმიტომ რომ როგორც არსებობს მონაცემები უცხოეთში, მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი პოლონელი პროფესორი წუხარებით აღნიშნავდა, რომ ბავშვთა სტომატოლოგია არის ერთადერთი სფერო მედიცინის, სადაც ბავშვებს შეიძლება კონდეს კარიესული კბილები, რომელიც ფასდება ინფექციის წყაროდ და შობელი იყოს წყნარად და არ იყოს შვიდად და არ წუხდებოდეს ამ თემაზე. ანუ იგივე მდგომარეობაა საქართველოში, ამიტომ სასურველია, რომ მშობლებმა იზრუნონ ამ თემაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამტკიცდა, რომ ზრუნვა ბავშვების ჯანმრთელ კბილებზე აი ასაკობრივი კუთხით აღინიშნა, რომ უნდა დაეწყოთ ძალიან ადრე და შეიტანეს რეკომენდაცია დაბადებისთანავე. დიახ, ეს მინდა რომ დიახ, კბილების ამოჭრამდე, იმიტომ რომ კბილების ამოჭრა ხდება 6 თვის თავზე, 6-დან 9, 6-დან 8 თვეზე ამოდის ერთი კბილი, პირველი კბილი. ეს ყველა აფიქსირებს ამას, როგორც მშობელი, ასევე პედიატრი და ეს ოჯახში წარმოადგენს სასიხარულო ფაქტს. იქ საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია მანამდე მოხდეს კონტაქტი, რომ სტომატოლოგებმა მიცენ სწორი ორიენტირები მოვლის კუთხით, კბილების გაფრთხილების კუთხით მშობლებს, რომ თავიდან იქნეს აცილებული შემდგომში მთელი რიგი დაავადებები, მათ შორის კბილის კარიესი, იმიტომ რომ დღეს ეს გაჩნდა ამისი აუცილებლობა მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ბოლო 10 წლების მანძილზე ჩვენ გვხდება კარიესის ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს 2 წლის ასაკში 20-ვე საძევ კბილი დაზიანებული კარიესით და აქედან 10-12 კბილი ისეა დაშლილი, რომ მისი აღდგენა ვერც ხერხდება. ამიტომ ამ მდგომარეობის თავიდან აცილების და ზოგადად ამ საკითხის თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. და რა მიზეზები იწვევს ამ კარიესის გაჩენას? იცით, ჩვენ როგორც თქვით, ნადებს და მიკრობებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია
მიკრობული ფლორა რა სახით და როდის როგორ განთავსდება პირის რუში და მათ შორის კბილებზე. აღმოჩნდა, რომ ბავშვები ღამით მაწვარათი და საკვებს და განსაკუთრებით ახლა როდესაც ბავშვი ჭირვეულობს პატარა 6 თვის 1 წლის ან მანამდე 3 თვის და მუდმივად იღებს ღამის განმავლობაში ტკბილ ჩაის წყალს და ამას უნიშნავს დიახ ეს ყველაფერი ილექება ზედაპირებზე აქტივებს კარიესოგენულ შტამებს, ბაქტერიებს და იწვევს კარიესის დაზიანებას. ამას ემატება ცალკეულ შემთხვევაში დისბაქტერიოზის სურათი, რომელიც სხვადასხვა ინფექციით, ბავშვთა ინფექციებზე საუბარი არა სტომატოლოგიურ კონკრეტულად, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო ბავშვს დაჭირდა სერიოზული ანტიბიოტიკურ თერაპია, ის ასახვას პოვებს პირის ზღურზე და ის თავის მხრივ შეიძლება გამოიხატოს აი ამ ნიშნით. ანუ დისბაქტერიოზის ერთ-ერთი შედეგი პირის ზღურში შეიძლება ქონდეს კბილის კარიესი. ლაპარაკია 1 წლამდე და 5 წლამდე ზოგადად ეს ადრეული ბავშვების ასაკის პერიოდის კარიესი ეწოდა ამ მდგომარეობას. და ეს ძალიან საგულისხმო და შემაშფოთებელი მდგომარეობა აღმოჩნდა ამერიკელებისთვის, ევროპელებისთვის და ძალიან სერიოზულად მუშაობენ ამ მიმართებით. და რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ პირველ რიგში ეს კარიესი და პრობლემები შემდგომ. აი მაგალითად თუ ჩვენ საუბრობთ ახალდაბადებულ ბავშვზე და იმაზე, საგულისხმოა რომ დატკბილული ჩაი ან დატკბილული სასმელი ბავშვს ღამით არ მიეწოდოს. თუ ბავშვს მივცეთ, შეგვიძლია მივცეთ ყველაფერი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ტკბილი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფარმაცევტული კომპანიებიც, რომელიც თავაზობენ საუკეთესო პრეპარატებს სიროფის სახით, ის შაქრებზე დამზადებული არ არის და ამას ხაზს უსვამს დამზადებელი კორპორაცია, რომ მისი პრეპარატი შაქარზე დამზადებული არ არის. აქ ორი პლუსი აქვს ამას, ერთი რომ შემდგომში შაქრიანი დიაბეტის თავიდან აცილების მიზნით და პირველ რიგში კბილის კარიესის თავიდან აცილების მიზნით ამით ხდება ეს ამბები. ამიტომ აი ეს ამას ძალიან საგულისხმო დეტალია ღამით ბავშვის მაწვარათი მიცემის დროს აუცილებელია მივცეთ არა ტკბილის საკვები. ეს შეიძლება იყოს წყალი, სხვა ნებისმიერი პროდუქტი, ოღონდ არა ტკბილი, არა შაქრიანი. მაწვარა აუცილებელია, იმიტომ რომ მაწვარა აწნარებს ბავშვებს და მოგეხსენებათ ღამე როცა ძლიანობა დარღვეული აქვს აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია, სტომატოლოგიურ კუთხით აუცილებელია რომ ბავშვმა ღამის მანძილზე დიდხანს არ მიიღოს ასეთი ტკბილის საკვები. დიდი მადლობა ბატონო გოგის საინტერესო ინფორმაციისთვის და გადავიდეთ ისევ უფროსებზე, მოზრდილებზე და მოზრდილების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სარძევე კბილები. სიბრძნის უფროსწორედ სიბრძნის კბილები. ესე იგი სიბრძნის კბილები მართლაც როგორც თქვენ აღნიშნეთ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას, იმიტომ რომ სიბრძნის კბილების ამოღება ერთ-ერთ მნიშვნელოვნად რთულ მანიპულაციას წარმოადგენს ქირურგიულ სტომატოლოგიაში და კლინიკურ სტომატოლოგიაში ზოგადად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ის არის რეტენირებული. რას ნიშნავს რეტენირებული? ის არ არის ამოჭრილი და არის ყბის ძვალში და ამ შემთხვევაში აწვება კბილთა მწყრის მნიშვნელოვნად ცვლის კბილების დგომას, თანკბილვას. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ხშირად ის აუტანელი ტკივილების მიზეზი შეიძლება და ანთებითი პროცესების მიზეზი გახდეს. ამიტომ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. მინდა გითხრათ, რომ აურსის კლინიკაში ჩვენი ქირურგები მაღალი მოწოდების დონეზე მუშაობენ ამ კუთხით და ჩვენ შეგვიძლია თამამად შევთავაზოთ ჩვენ პაციენტებს სიბრძნის კბილის ამღების შემთხვევაში მოვიდნენ ჩვენთან. იმიტომ რომ ეს მანიპულაციები ჩვენთან შესრულდება, რა თქმა უნდა, არა მარტო უმტკივნეულოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე და ამაში თვითონვე დარწმუნდებიან იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვმართავენ, იმიტომ რომ თავიდან იქნება აცილებული მთელი რიგი ის გართულებები, რომელიც ჩვეულებრივ რეტენირებული ან სიბრძნის კბილის
ამოღებას თან ახლავს. დიახ, ბატონ გოგი და გადაცემის ბოლოს რა რეკომენდაციებს მისცემთ ჩვენი რადიოს მსმენელებს? როგორ გაუფრთხილთ ან კბილებს რომ კონდეთ ჯანსაღი კბილები, ლამაზი ღიმილი და ასე შემდეგ? აქ თავადია სურვილი. ადამიანის სურვილი მოუაროს კბილებს და იზრუნოს მის კბილებზე და ეს სავსებით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ასეთი სურვილი აქვს. ძალიან მარტივი ღონისძიებები უზრუნველყოფს ამ საკითხების წარმატებით რეალიზაციას. პირველი ეს არის ჩვენს მიერ უკვე არაერთგზის აღნიშნული ჩვენს გადაცემაში ნათქვამი კბილების გამოხეხვა ჯაგრისით და პასტით. ეს ვიმეორებ ძალიან მარტივი უბრალო ცნება. ძალიან სერიოზულ წარმატების საწინდარია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დამტკიცებულია, რომ დაავადების თავიდან ნაცილების 60-დან 80%-ამდე შესაძლებლობას იძლევა. რატომ? იმიტომ რომ თავარ მტერს ნადებს ყველაზე კარგად აცილებს ჯაგრისი. ამიტომ როდის უნდა გამოვიხეხოთ, როდის უნდა გავიწმინდოთ კბილები? სასურველია ეს მოხდეს ყოველ საკვების მიღების შემდეგ. ეს მინდოდა მეკითხა რამდენჯერ შეიძლება გამოხატოს ეს პროცესება, იმიტომ რომ თანამედროვე ადამიანი სამსახურში, თქვა, საზოგადოებაში ყოფნის დროს არ არის შესაძლებლობა თან ვიქონიოთ ჯაგრისი და პასტა და შევასრულოთ ეს ჰიგიენური მოთხოვნა, თუმცა აუცილებელ პირობას წარმოადგენს დღეში ორჯერ. დილით და საღამოს აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ ეს შესრულდეს საკვების მიღების შემდეგ. ზოგჯერ ჩვენ დილით, როდესაც ავდგებით, ვიწესრიგებთ თავს და ვიბანთ ხელს პირს და ამ დროს ვიხეხავთ კბილებს, ეს ზედმეტი პროცესი. ეს უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება. ის რომ ამ დროსაც კარგია, იმიტომ რომ ნარჩენი ისინია, მე გამიგია სტომატოლოგების შეხედულებას, რომ თქვა ღამის მანძილზე დაგროვებული ბაქტერიები ცოლდება კბილებს. ეს არ არის მართალი, მთავარი არის პირობა, რომ ჭამის საკვების შემდეგ არსებული ნადები მოცილდეს და არ დავტოვოთ ეს ნადები კბილებზე. მეორე ღონისძიება, რომელიც ამის გარანტიას გვაძლევს, ეს არის ვიზიტი სტომატოლოგთან და სასურველია ეს იყოს მინიმუმ ერთხელ წელიწადში, თუ არაფერი არ გვაწუხებს თუ არა და სტომატოლოგების რეკომენდაციით შეიძლება რამდენიმეჯერ მოხდეს წელიწადში ვიზიტი და ყველა სამედიცინო სტომატოლოგიური პრობლემის მოგვარება, რასაც ჩვენ სტომატოლოგი ჩვენ დაგვინიშნავს და გვეტყვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგი კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისათვის და საინტერესო რჩევებისთვის და რეკომენდაციებისთვის. ჩვენ მსმენელს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ავერსის კლინიკის სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი ბატონი გოგი ყიფიანი. მე კი მომავალ ოთხშაბათამდე დაგემშვიდობებით უსმინეთ ყოველ ოთხშაბათს 18 საათზე გადაცემას ავერსის კლინიკა გისმენთ. მიიღეთ ავერსის კლინიკაში მაღალ კვალიფიციური სტომატოლოგიური მომსახურება, რომელიც ევროპული დონის არის, როგორც ბატონმა გოგიმ გითხრა და გქონდეთ ლამაზი კბილები, რომელიც ლამაზი ღიმილისადი საწინდარია. მე წარმატებებს გისურვებთ მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით. ბატონო ეთერი, მადლობთ ჩვენს მსმენელს. კარგად ზანდებოდეთ.